ეხა ბატონი გიორგი კანდელაკი, რომელიც ჩვენ თვლით, რომ სრულიად უკანონოდ ზის დღეს საპატიმროში. აი ესეთი სახელმწიფოებრივად მოაზროვნე კაცი საქართველოში ალბათ ერთი მეორეც არ არის. იმიტომ რომ კაცი ციხეში ზის და მაინც მოწოდება გააკეთა, რომ ქართულ ოცნებას დაუჭირეთ მხარი, გესმით თქვენ? და ამ კაცმა მთელი ცხოვრება, მთელი თავისი არსებობა ნაცების წინააღმდეგ ბრძოლას შეალია. მთელი თავისი არსებობის აი ამ შინაარსიანი ცხოვრების მანძილზე მთელი ცხოვრება ქართულ სპორტს ემსახურა, საქართველოს ემსახურა, საერთაშორისო ასპარეზობებზე ქართული დროშის აღმართვას და მომავალ თაობებს უზდიდა საქართველოს და ტურნირებს აწყობდა და წარმატებული ბიზნესმენიც იყო და ხელისუფლებას უჭერდა კიდევაც ხარს და ადგენენ და ეს კაცი არ ვიცი, მიეცა პასუხისგებაში. და მე მინდა შეგახსენოთ, აი ყველა თითეული არჩევნები, როდესაც იყო, აი ეს ის კაცი იყო წინა არჩევნებზე, მაგალითად, შეკრიბა 5000-მდე გორელი შიდა ქართლის მოსახლეობა და გამოვიდა აი ამ საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში უამრავი ადამიანი და თავისი სიტყვა თქვა, დღესაც დარწმუნებული ვარ, მე არ ვიცი, ამხელა შეკრება არ ქონია შიდა ქართლში ქართულ ოცნებას. იმიტომ რომ გიორგი კანდელაკი არის შიგნით ციხეში და ვერავინ ამას სხვა ვერ გააკეთებდა ალბათ. და გიორგი კანდელაკმა ეს შეკრება განახორციელა და იქ თავი მოუყარა მოსახლეობას დიდ ნაწილს, ხალხი გარეთ იყო დარბაზში, ვინც ვერ ეტეოდა და აი მე შეგახსენეთ მის სიტყვას, რომელიც მან წარმოთქვა იმ შეკრებაზე, რომელიც ბევრს ახსოვთ, ეს იყო პარლამენტის არჩევნების წინ შეკრება, სადაც საქართველოს დიდი შიდა ქართლის დიდი ნაწილი მოსახლეობისა შეიკრიბა, რათა მხარი დაეჭირა მაშინ ქართული ოცნებისათვის. და მე მინდა ხა აი შეგახსენოთ აი ამ განცხადების ფრაგმენტი გიორგი კანდელაკისა მოისმინეთ თქვენ. მას ასე მეგობრებო, მინდა წარმოგიდგინოთ ადამიანი, პიროვნება, რომელსაც საქართველოში და საქართველოს გარეთ წარდგენა ნამდვილად არ ჭირდება, სცენაზე მინდა ვიხმო არაჩვეულებრივი პიროვნება, გამორჩეული გორელი, ქართული ოცნების საინიციატივო ჯგუფის წევრი, მსოფლიო ჩემპიონი გრიფში, ბატონი გიორგი კანდელაკი. მოგესალმებით, ჩემო დეპუტატებო. მოგესალმებით, ოჯახი, რომელმაც უნდა ვიბრძოლოთ 26 ოქტომბერს, რათა უარი უთხრათ და მშვიდობა გვინდოდეს ყველა ჩვენ ოჯახებში. კიდევ ერთხელ მადლობა მობრძანებისათვის. ჩვენ მე და რამდენი საინიციატივო ჯგუფმა ჩვენმა მეგობრებმა გავაკეთეთ სამოქალაქო მოძრაობა, რომელიც ყველაფერს გავაკეთეთ 26 ოქტომბერს. როგორც დავუკვირდით ყველა ჩვენი ოჯახის წევრები, ჩვენი მეგობრები, ჩვენი ნაცნობებით ქართულ ოცნებას და მივიდეთ გამარჯვება. ეს გამარჯვება იქნება გარდაუვალი მშვიდობა. ყველას კარგად გვახსოვს 2008 წელს რა მოხდა წინა ხელისუფლების პერიოდში. არც ერთი ხელისუფლება არ იყო, რომელიც პერიოდში კი რამე ქვეყანაში არ ეუზარებულობა იყო, ანუ ერთადერთი ხელისუფლება ქართული ოცნება, როცა მშვიდობა გარანტირებულია და რა ვიცი, ყოველთვის იქნება გარანტირებული მშვიდობა. მე სულ ჩემი მეგობრებთან ერთად სულ ვფიქრობ, რომ ამ ადამიანმა ბიძინა ივანიშვილმა გაძირა ოჯახი, გაძირა თავისი შვილები, ჩვენი შვილების კეთილდღეობისთვის, მშვიდობისთვის, როგორც ეწოლა ყველა ქართული ოცნების წევრებს, ბიძინა ივანიშვილს და ჩვენ მაგალითად გიორგი კანდელაკს აუცილებლად მაქვს დედაღამი არ დაუდგე ამ ადამიანს და ქართულ ოცნებას. ამიტომ ყველა ხტო კიდევ ერთხელ მშვიდობისთვის, მეგობრობისთვის, ქვეყნის კეთილდღეობისთვის დავდგეთ ერთად. ადამიანები ვართ, ყველას შეგვიძლია რამდენიმე ადამიანი მივიყვანოთ 26 ოქტომბერს არჩევნების ყურთან და უთხრათ ყველას და დავამთავროთ ეს მაღლა ომის პარტიები, დავამთავროთ 26 ოქტომბერს და ყველა ვთქვათ, ვინ ჩვენ გვინდა მშვიდობა, არა ომს. მადლობა მიყავთ ყველა ძალიან. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მეგობრებო. დიახ, აი ესეთი ქუხარი აპლოდისმენტებით მიეგება შიდა ქართლი გორი გიორგი კანდელაკს, რომელიც არის სული და გული ამ რეგიონის.
და სამწუხაროა რომ ეს ადამიანი დღეს სხვაგან იმყოფება სხვა ისეთ ადგილას რომელიც წესით არ უნდა იმყოფებოდეს და როგორც ადრე გითხარით ბატონმა გიორგიმ ჩვენი მეთერის მეშვეობით გზავნილი გააგზავნა მთელი მოსახლეობისადმი რომ დაუჭირეთ ქართულ ოცნებას ხარიო. სამწუხაროდ აი ესეთი დიდი შეკრება მე არ მინახია გორში, იმიტომ რომ ასეთი შეკრებების განხორციელება და გაკეთება მხოლოდ გიორგი კანდელაკს ხელეწიფება. და მე ერთი რამე მინდა ვთქვა, სწორედ გიორგი კანდელაკისნაირ ადამიანებმა მოიტანეს საქართველოში 2012 წლის 1 ოქტომბერი, რომელიც ჩვენ ვიდღესასწაულეთ საქართველოში. და ერთი რამის თქმა შემიძლია რა, რომ არ მინდა ეხლა ამ რაღაცა მტრის ცისკვილზე წყალი დავასხა და რაღაც სხვა თემებზე გადავიდე, მაგრამ ერთი ფაქტია, რომ რა თქმა უნდა, როგორც აი ეს კანდელაკის თემა და სხვა თემები არის ხარვეზიანი, ეს იმას არნიშნავს, რომ ჩვენ ეხლა ავდგეთ და ბატონი გიორგის მოწოდებაც ამიტომ იყო, რომ ჩვენ ქართულ ოცნებას დაუჭიროთ ხარ გაბრაზებულ გულზე ავდგეთ და რახან არ მოგწონს რაღაც გადაწყვეტილებები, რახან ვართ რაღაცებზე ძალიან გაბრაზებულები, ავდგეთ და ნაციონალებს დაუჭიროთ ხარი. ეს არ არის მეგობრებო, სწორი ქმედება არ იქნება.